გამარჯობათ, ეს არის ოპტიკური ილუზიების ხელოვნება. ეს არის პირველი ეპიზოდი. მეორე ეპიზოდი გამოვა 3 ლაიქზე. ეცადეთ დიდ ეკრანზე უყუროთ და ხელი არავინ შეგიშალოთ. ახლა კი დავიწყოთ. აქ თქვენ ახლა ხედავთ ფოტოს. ფოტო გონიათ რომ ციმციმებს, მაგრამ ეს ციმციმი მხოლოდ თქვენს გონებაშია. თუ არ გჯერათ ამის, უბრალოდ დაადეთ ერთ წერტილს სახაზავი ან რამე და დამტკიცდება რომ ზუსტად ერთ ფერს კი არა ზუსტად არ მოძრაობს. ეხლა თქვენ აქ რომელს ხედავთ? ადამიანს თუ თავის ქალას? თუ პირველი თავის ქალა დაინახეთ, ესე იგი თქვენ ძალიან გეშინიათ სიკვდილის, ხოლო თუ ჯერ ადამიანი დაინახეთ, არც ერთი არა ადამიანი არ გემუქრებათ. ახლა კი გადავიდეთ შემდეგზე. თქვენ ახლა ხედავთ აგერ რომ მოძრაობენ ეს ოთხკუთხედები. მოძრაობა თქვენს გონებაშია. დააკვირდით აბა სურათის ერთ ნებისმიერ წერტილს დასამტკიცებლად. როდესაც დააკვირდებით დიდი ხანი, სადღაც 5 წამი, მთლიანი სურათი გაქვავდება, ხოლო მთლიან სურათს რო შეხედავთ, ის კვლავ გააგრძელებენ ისინი მოძრაობას. აი, ახლა თქვენ თქვით, რამდენი სვეტი არის სულ? 2 თუ 3? აბა დაწერეთ თქვენი იდეა კომენტარებში, რომელს ფიქრობ. მე ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ვერც ერთის აღქმას. აბა გადავიდეთ ახლა შემდეგზე. თქვენ ახლა ხედავთ აქ სპირალებს. თუმცა ეს არ არის სპირალი. ეს უბრალოდ წრეებია. ამით დასამტკიცებლად გააყოლეთ თითოეული წრეს ხელი და მიხვდებით რომ ეს უბრალოდ წრეებია. თუმცა ხელს როგორც კი მოაშორებთ, თქვენ თვალში მაინც სპირალია. არა უშავს, ეს ჩემ თვალშიც ასეა. აბა ახლა თქვენ რამდენ ცხოველს ხედავთ ფოტოზე? აბა 15 წამს გაძლევთ რომ იპოვოთ რამდენიმე ცხოველი. და დრო ამოიწურა. ამ სურათზე ტოტებში არიან ჩამალულები, თუმცა ამას მე ვერ გამოვაჩენ ამ ფოტოზე. მარა გეტყვით რა ცხოველებია. არის აქ ლომი, ირემი, ჟირაფი, შველი, ხარი, მგელი, კიდე ვირია და ცხენი. აბა კარგად დაძებნეთ, ძალიან კარგად და მიხვდებით. თქვენ ახლა აქ ხედავთ უბრალოდ ხაზებს, თუმცა აბა რამდენიმე მეტრით ან სანტიმეტრით მოშორდით თქვენ ამ ფოტოს და თქვენ დაინახავთ ადამიანს. აბა რამდენს გამოგივიდათ? დაწერეთ კომენტარებში. ეხლა თქვენ ხედავთ რომ ეს წერტილები მოძრაობენ. ამ წერტილებში ეს წერტილები უბრალოდ ქრება-ჩდება. მაგრამ აბა 10 წამი დააკვირდით ჯვარს და თქვენ ამ გაქრობის და გაჩდობის მაგვრად დაინახავთ მწვანე წერტილს, თუმცა როგორც კი მოაშორებთ თვალს ჯვარს, ისევ არაფერს დაინახავთ. ასე რომ არ მოაშოროთ თვალი ჯვარს და ნელ-ნელა იმისკენაც იყავით ყურადღებით, რომ რამენერად მწვანე წერტილიც დაინახოთ. ახლა კი ცოტა გამოცანისკენ გეტყვით. იპოვეთ ფოტოზე 5 განსხვავებული. გაძლევთ 15 წამს ბუდიში. და დრო ამოიწურა და ისინიც თქვენ წინაშე. აბა დაწერეთ კომენტარებში რამდენი იპოვეთ. 5 კი არა, 10 განსხვავებული ყოფილა. ახლა კი კიდევ იგივენაირს დაგისვათ, ოღონდ ცოტა სხვანაირს. იპოვეთ ფოტოზე დამალული კატა. აბა ჩაერთო დრო. და აი ისიც თქვენ წინაშე. აბა დაწერეთ კომენტარებში თუ ის იპოვეთ.
თქვენ აქ პირველი მოკბეჩილი ვაშლი დაინახეთ თუ სახეები? მე პირველი მოკბეჩილი ვაშლით დავინახე. თქვენ თქვენი კომენტარები გამიზიარეთ თუ რა დაინახეთ პირველი. ახლა კი გადავიდეთ შემდეგზე. აქ არის ჩვეულებრივი ჩინეთის სახლი. თუმცა აბა რამდენიმე მეტრით მოშორდით ეკრანს და თქვენ დაინახავთ მონალიზას, იგივე ჯოკონდას. დაინახეთ აბა? ვიცი რომ აუცილებლად დაინახეთ თუ მოშორდით. და პირდაპირ ვინებმაც დაინახეთ, თქვენ საოცარი ხართ. ახლა კი გადავიდეთ შემდეგზე. აქ იპოვეთ დამალული რიცხვები. ჩაერთო დრო 10 წამი. კარგი, თუ ვინაც ვერ იპოვეთ, ეკრანს მოაშორეთ თავი და დაინახავთ. ჯერ ეწერა 3-იანი, მერე 4-იანი, მერე 5-იანი, მერე 8-იანი, მერე კიდე 3-იანი და ბოლოს 9-იანი. ახლა კი გადავიდეთ შემდეგზე. თქვენი აზრით, ეს გოგო საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს თუ საწინააღმდეგოდ? დააკვირდით. აბა, უმეტესობა ხედავს, რომ იგი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით. ზოგმა შეიძლება საათის ისრის საწინააღმდეგოდაც დაინახოს, მაგრამ პასუხი ასეთია. ორივე მხარეს მოძრაობს. გააჩნია შენ რომელ მხარეს გინდა რომ იგი წაიყვანო? კარგი, გადავიდეთ შემდეგზე. ეხლა შენ გონია რომ ეს წრეები ტრიალებენ, მაგრამ დააკვირდი შუაში და ფოტო გაქვავდება. შეიძლება ვერცხე დავრო ტრიალებ, რა იცი. კარგი, გადავიდეთ შემდეგზე. თქვენ ეხლა ხედავთ სურათზე კურდღელი, მაგრამ თუ ამოატრიალებთ ფოტოს, დაინახავთ სულ სხვა რამეს. დიახ, ეს მოხუცი კაცია. კარგი, აბა ახლა გადავიდეთ შემდეგზე. თქვენ ახლა ხედავთ ხაზებს. თქვენ გონიათ რომ შუაში იგი ამოპერილია, მაგრამ იგი სწორი და ქათქათაა. დაადეთ სახაზავი და მიხვდებით რომ იგი სწორია. ესე თქვენს გონებაშია. აბა, ფოტო ამოატრიალეთ და რას დაინახავთ? დიახ, ახლა გაღიმებული სახეებიან ორიგინალი, მაგრამ ამოტრიალებისას იგივე სახეებს დაინახავთ, რომლებიც სიცილის მაგივრად მოწყენილები არის. კარგი, გადავიდეთ შემდეგზე. თქვენ ახლა რას ხედავთ? ოთახის შიდა მხარეს თუ ოთახის გარეთა მხარეს? თქვენ პირველი რომელი დაინახეთ? დაწერეთ კომენტარებში. სინამდვილეში ორივე მხარეა. მთავარია თქვენ როგორ გინდა დახკმა. კარგი, წეხანდელივით. აბა, თქვენ ახლა აქ ხედავთ სურათზე კაცს, მაგრამ თუ ამოატრიალებთ ფოტოს, დაინახავთ სულ სხვა რამეს. თქვენ დაინახავთ ძაღლს ძვალით ხელში, რომელიც ჩამომჯდარა ქვაზე. ახლა კი გადავიდეთ შემდეგზე. თქვენ რამდენ ვეფხს ხედავთ ფოტოზე? 1-ს თუ 2-ს? რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგმა 1 დაინახოთ, ზოგმა 2, მაგრამ რეალობაში აქ 2 ვეფხვია. 1 დააშორეთ ეკრანი და დაინახავთ ტოტებისგან გამოსახულ ვეფხვს. მეორე კი ლომის კი არა ვეფხვის სახის ქვეშ წამოწოლილი ვეფხვია. აი ასეთია პასუხი. ახლა კი ვნახოთ შემდეგი ილუზია. თქვენ ახლა ხედავთ ღორს, მაგრამ თუ ამოატრიალებთ, თქვენ დაინახავთ სხვა ცხოველს. დაწერეთ კომენტარებში ეს რა ცხოველია. აბა იგივე. იპოვეთ აქ დამალული რიცხვი. რა თქმა უნდა, აქაც იგივე გაიმეორეთ. დააშორეთ ეკრანს თავი და დაინახავთ რიცხვ 17-ს. ახლა კი შემდეგი. მსგავსი ილუზია ნანახი გექნებათ, რადგან ძალიან ბევრმა დადო.
თქვენ ახლა გამოსახული რომელია? კურდღელს ხედავთ პირველ თუ იღოს? თუ იხვი დაინახეთ? პირველი ძალიან კარგი. თუ კურდღელი დაინახეთ პირველი, ეს უფრო კარგი. თუ ორივე ერთად დაინახეთ პირდაპირ, უფრო კარგი. ახლა კი გადავიდეთ შემდეგზე. რამდენი სახე არის ფოტოზე? აბა, კარგად დააკვირდით, ძალიან კარგად მიდით. დააკვირდით. და პასუხი ასეთია. 3 სახე. პირველი აქეთ არის ულვაში და მოხუცი კაცი ჩანს. მეორე აქეთ მხარეს მოხუცი ქალი. მესამე კი იქით შეტრიალებული ახალგაზრდა ქალი. აქედან ვერ დაგიმტკიცებთ, მაგრამ შეგიძლიათ კარგად დააკვირდეთ. კაცის ულვაშის გვერდზე ხედავთ პირს. პირი არის მოხუცი ქალის, მის ქვემოთ ნიკაპი არის, ზემოთ კი ცხვირის ცოტათი დიაგონალურად თვალია იმ მოხუცი ქალის. ახალგაზრდასი კიდე ცხვირის მოპირდაპირედ. აი ასე შემიძლია თქვენი დახმარება მხოლოდ. თქვენ ახლა ხედავთ უბრალო ბიჭს, რომლის ფოტოც ამოტრიალებულია. მაგრამ ფოტოს ამოატრიალებთ და ძალიან საშინელებას დაინახავთ. მე თავიდან შემეშინდა. თქვენ შეგეშინდათ? დაწერეთ კომენტარებში. თქვენ ხედავთ ახლა პინგვინს, მაგრამ მარტო პინგვინი არ არის. თქვენ უნდა იპოვოთ კიდე რა არის. აქ კიდევ გამოსახული არის სახეები. პირველი სახე არის პინგვინის შავი კანი. ქვემოთ დააკვირდით ცხვირი, პირი, წვერები, ყველაფერია გამოსახული. შემდეგ კი სახე ამოატრიალეთ ფოტო და პინგვინის ფეხთან დააკვირდით თეთრ მუცელს როგორ არის სახე გამოსახული. და მის ქვემოთაც არის ერთი დიდნიკაპიანი სახე გამოსახული. აი ასე. თქვენ ახლა ხედავთ ფოტოს, სადაც არის კვადრატი მოქცეული, აბა ტელეფონი აყარეთ და იქით იმოძრავებს, სადაც თქვენ აყარებთ. ასეა, ხო? თუ გონიათ რომ მე ვცვლი რამეს, თქვენ უბრალოდ უნდა დაასტოპოთ ვიდეო და ისწავლოთ. ახლა თქვენ უნდა უყუროთ მითითებულ ჯვარს რომ უყურებთ, აბა თქვენ წინ არსებული ადამიანები შეიცვლებიან. თუმცა რა დაემართება, ეს თქვენ უნდა დავიწეროთ კომენტარებში. ახლა კი გადავიდეთ შემდეგზე. შენ გონია რომ ახლა დამანწულ ორ წრეს უყურებ, მაგრამ ისინი სუფთა და პარაგრაფული, ანუ ძალიან სწორია, არ არის დაკლაკნილი და არაფერი. ამისთვის თქვენ უბრალოდ უნდა აიღოთ ფარგალი ან რკალის საზომი და უნდა შემოხაზოთ და მიხვდებით რომ ორივე ზუსტად ერთია. აქაც არის იგივე. თქვენ გონიათ ახლა ეს კვადრატები კი არა, მართკუთხედები დამანჭულია, მაგრამ ისინი ზუსტად სწორია. სახაზავით დაადეთ და მიხვდებით. ახლა კი ესეც ნანახი გიქნება. თქვენი აზრით, რომელი არის უფრო დიდი? პასუხი შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ასეთია. ორივე ტოლია. უბრალოდ ის ცოტა იქით იქნება მიწეული. ახლა კი ეს თქვით. ახლა კი ეს შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ სრული სიმართლეა. ეს და ბეუჯრები ზუსტად ერთი ფერისაა. აბა აღიქვე ერთი ფერი 15 წამს გაძლევ. თუ ვერ აღიქვა, მე დაგიმტკიცებ. დამტკიცებით ისედაც დავამტკიცებ, მაგრამ მაინც შეეცადები ხენ თვითონ აღიქვა, იმიტომ რომ უფრო ყოჩაღი იქნები. კარგი ვერ აღიქვი? აი მტკიცებულებაც.